ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის 13 წლის განმავლობაში. ყოველ წელს ისინი პირდებოდნენ თავიანთ აღმრჩეველს ნაციონალური მოძრაობის რადარებიდან გაქრობას, მათ ვერ მოკლეს ნაციონალური მოძრაობის იდეა პატრიოტიზმის, იდეა წარმატებული ქართული სახელმწიფოს, იდეა ევროპული საქართველოს. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით ისინი ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ ეხლა ესეთი ბრუტალური, საკანონმდებლო რუსულ სტილში ცვლილებების განხორციელება, სადაც პირდაპირ აკრძალავენ ეს უმრავლესობის დეპუტატები ხელს მოაწერენ სარჩელს და ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის გამხილველი არ არის და არც ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის. მათ ისიც კი მიაღწიეს ქართულმა ოცნებამ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემადგენლობას სრულად აკონტროლებენ ორი მოსამართლის გარდა. ამიტომ ბუნებრივია, ამ პროცესს ისინი დაასრულებენ. ეს არის მათი რუსული დავალება. ეს ჯერ კიდევ 2024 წელს ივანიშვილმა დაანონსა თუ არ ვცდები 29 აპრილს, როდესაც დიდი მიტინგი ჩაატარეს ქართული ოცნების, მაშინ და ბუნებრივია, ამ პროცესს ისინი შეეცდებიან, რომ ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები ცალსახად არის ჩვენ სასარგებლოდ. პარტიების გაუქმების საკმაოდ მაღალი სტანდარტი არსებობს ევროსასამართლოში, ამიტომ ეს პროცესი ესე არ დამთავრდება. ჩაგიკითხებით, სამართლებრივად განმარტეს ასე, რომ იმიტომ მივიდა ეს გადაწყვეტილება, რომ იყო მოწოდებები მაგალითად ქვეყნის დამხობის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. აი, სამართლებრივი ნაწილიც რომ ვთქვათ, ანუ აი, რამდენად შესაბამისი იყო ის, რაც ამ კანონში არის. ხო. რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტებს, იმდენად აბსურდული არის სამართლებრივი არგუმენტები, რომ თუ გახსოვთ საზოგადოებას თუ ახსოვს, რამდენიმე კასკადის ცვლილებების შეტანა დაჭირდა ქართულ ოცნებას კანონმდებლობაში, რომ ამ პროცესამდე მისულიყო. მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა არანაირ საფუძველს არ იძლეოდა პარტიების გაუქმების და მათ ჯერ ოქტომბერში, შემდგომ მათ ჯერ მაისში, შემდგომ ოქტომბერში შეიტანეს ეს ცვლილებები და პრაქტიკულად გაიმზადეს საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ ეს სარჩელი დაეწერათ. მეტიც, ოქტომბერში შეტანილი ცვლილებებით ისინი აპირებდნენ მოქალაქეებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას და გახსოვთ, რომ სია უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ აქ ეს არგუმენტიც კი არ გამოადგათ საბოლოო ჯამში და მათ ჰქონდა ჩვენ ინფორმაციით, მათ აქვთ კომუნიკაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან, პრაქტიკულად მათი დაწერილი არის, ამ მოსამართლეების დაწერილი არის ეს სარჩელი და მათაც კი ვერ გაბედეს რომ ესე ცალსახად მოქალაქეებისათვის გაეუქმებინათ პოლიტიკური საქმიანობა, სია შეედგინათ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ პროცესისგან საქართველოს ფარგლებში, ამ ქართული ოცნების იურისდიქციის ფარგლებში წარმოუდგენელია, რომ რაიმე ობიექტური მართლმსაჯულება შედგეს და რაიმე გაირკვეს, თუმცა ევროსასამართლოს იმედი გვაქვს და ეს პროცესი აუცილებლად ევროსასამართლოში გაგრძელდება. ლიტვის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინა, რომ მოსკოვის კაცრი სანქციების გვერდის აულაში ბალტიის სამივე ქვეყნის კომპანიები ეხმარებიან და სანქციების გამკაცრების მოთხოვნების პარალელურად თავად არიან ჩართული რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოეთ საქმეებში, სქემებში. როგორ შეაფასებთ ამ სქემას, მაშინ როდესაც მათ შორის ეს ქვეყნები საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს რუსეთს ეხმარებოდნენ სანქციების გვერდის აულაში. ხო. საქმეც ის არის, კითხვაში სწორად არის აქცენტი გაკეთებული, რომ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რა კომპანიები ახორციელებენ ამ საქმიანობას. და ერთი არის, როდესაც კერძო კომპანია მისი რისკის ფასად აბსოლუტურად ღირებულებების გარეშე ახორციელებს ამ საქმიანობას და რუსებს ეხმარება, ასე ვთქვათ, სანქციებიდან თავის არიდებაში. და მეორე არის, როდესაც სახელმწიფო არის ჩართული ამ პროცესში და ქართული ოცნება მთელ სახელმწიფო რესურსს იყენებს იმისათვის, რომ რუსეთს დაეხმაროს სანქციებიდან თავის არიდებაში და ბოლო სკანდალი მათივე გამოაშკარავებული, სადაც საუბარი არის 700 მილიონი ამერიკული დოლარის
გარეცხვა მოხდა რუსული რუბლის შესაბამისი შესატყვისი რუსული რუბლების შემოტანა და 700 მილიონი დოლარის საქართველოს ეკონომიკიდან ამოღება და რუსეთის ინტერესებში ჩადება. აი ეს არის მთელი სავალალო მდგომარეობა შექმნილი სიტუაციის, როდესაც კერძო კომპანიები საზღვარგარეთ შეიძლება ჩართულები არიან და აქ მთელი სახელმწიფო ინსტიტუციები, მთელი სახელმწიფო თანამდებობის პირები და მათი კომპანიები არიან ჩართული რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში. ვინ თქვა რომ არ არსებობს? რის საფუძველზე ამბობთ ამას, რომ არ არსებობს? ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, სახელმწიფოების თუ გახსოვთ, სახელმწიფო ინსტიტუციების მითითებით, მათ შორის ევროპული, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, სადაც პირდაპირ არის განცხადებული, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში. ეს არის აღიარებული ფაქტი, ეს არის შემდგარი ფაქტი და ქართულ ოცნებასაც კი მოუწია ამის აღიარება, როდესაც ასე ვთქვათ ერთ-ერთი კორუფციული გარჩევის დროს მათ მოუწიათ იმის აღიარება, რომ 700 მილიონი ამერიკული დოლარის შესატყვისი რუსული რუბლების მილიარდობით რუსული რუბლის გარეცხვა მოხდა ამ ქვეყანაში ერთი სავალუტო ჯიხურის მიერ. და თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბებზე შეიძლება იყოს ეს, თუ ამას განვაზოგადებთ და სხვა ეკონომიკის სფეროებშიც ჩავიხედავთ ობიექტური გამოძიებით.